პირველი რასაც ვაკეთებთ, შევდივართ Google-ში და ვწერთ ზუსტად ესე. Brave, არა ბოდიში. Download Brave. შემდეგ ვაჭერთ Enter-ს. ვაიმე რა ხდება? გადავდივართ პირველივე ლინკზე. Brave browser download. კი, ეს არის ბრაუზერი. დავაჭერთ და ავტომატურად ჩაიწერს. ჩაწერის შემდეგ შეიძლება მარჯვენა ზედა კუთხეში მოგვიწიოს დაჭერა, ან მარცხენა ქვედა კუთხეში. არ ვიცი რომელი ბრაუზერითაც ჩაიწერთ და უცებ საინსტალაციოზე ორჯერ ჩქარა. დგებ. ესე. რო დააჭერთ, მე ხო უკვე დაყენებული მაქვს კლასიკური YouTube ტუტორიალის შესწავლა. მე უკვე დაყენებული მაქვს შესაბამისად უბრალოდ next-ს უნდა აჭიროთ. აი ამ ორი სწრაფად დაჭერის მერე. როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, ავტომატურად დაინსტალირდება. უმარტივესი არის. როდესაც დაინსტალირდება, რამდენი ყვავილი. მოკლედ, როდესაც ეს დაინსტალირდება, აღარ მოგვიწევს სხვადასხვა adblocker-ების დაყენება, რაც ძალიან კომფორტული არის, ჩემი აზრით. რა ვიცი. პირდაპირ რომელ საიტზეც გვინდა შევალთ და რეკლამებს აღარ ამოგვიგდებს, არც კი რაღაცეებს. აი მაგალითად შევიდეთ YouTube-ზე. ანუ ნახეთ რა თემა არის თან. კაი, ბაზარი არა, სხვა ბრაუზერებს ჩაიწერ და adblocker-ებს დააყენებ. ნუ ჩალიჯი უნდა, ხო? ლოგიკურად. მაგრამ რა დავამოღამე ხარ? YouTube-ზე რო შედიხარ, აი მაგალითად ოპერატი შეხვედი YouTube-ზე და ჩართე ვიდეო. ხო, რეკლამას არ ამოგიგდებს, მაგრამ ერთ წამიან პირველ კადრს აგდებს რეკლამის. მერე ავტომატურად ითიშება რაღაც adblocker-ით. ნუ რავი, ყველაზე იაფიანი რაც არის, ანუ უფასო საერთოდ. მაგრამ მაინც აგდებს და მე პირადად ნერვი მიშლება მაგაზე. იმისთვის რომ ეგ ერთ წამიანი რეკლამებიც არ ამოაგდოს, პირდაპირ Brave-ით ეგრევე დილის 5 საათზე ვინ დადის მანქანით. პირდაპირ Brave-ით აღარ იქნება პრობლემები. კიდე ძალიან მოდელად შეგვიძლია გავაკეთოთ, ტელეფონში რო ჩავიწეროთ Brave. ანუ მეგრებს YouTube-ს. ტელეფონში ჩავიწერთ Brave-ს, გახსნით ბრაუზერს და ჩაკეცვაც კი შეგიძლიათ უკვე აპლიკაციის. ჩვეულებრივი YouTube პრემიუმი არის. ჩართავ Brave-ით YouTube-ს, ჩაკეცავ, გათიშავ, ტელეფონს დავლოქავ, მუსიკა არ გაითიშება. შესაბამისად ძალიან მაგარი რამე არის. მოკლედ ეს იყო რასო.